მოგესალმებით, დღეს ორშაბათი დღეა. პირველ რიგში ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ და მოდით შევაფასოთ ჩვენი ერთი კვირის ენერგია და ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გველოდება საინტერესო, მნიშვნელოვანი, რა ენერგიებში ვიცხოვრებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და შევაფასოთ ჩვენი ერთი კვირის ენერგია. მას შესადამე დავიწყეთ. პირველი რასაც ვნახავთ, ეს არის ერთი კვირის საერთო ენერგია. ეს გაშლა კვირის პროგნოზი იქნება აქტიური მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გამოწერილი აქვს ჩემი გვერდი, მზის ადამიანის გვერდი, მაგრამ ახლა უკვე გვერდს აწერია ჩემი სახელი და გვარი. ასე გადავწყვიტე, რომ ჩემი გვერდი ასე უნდა იყოს იდენტიფიცირებული ჩემი სახელით და გვარით. ასობაში სანთლის ანთება დამიწყებია. დავიწყეთ. პირველი კითხვა, როგორი იქნება კვირის ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, როგორ ენერგიებში იქნებიან ჩემი გამომწერები. თავარი ენერგია. შემდეგ ვნახოთ ჩვენი ფინანსური ენერგია, როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის განმავლობაში და როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში. და გაფრთხილება. რას გვაფრთხილებენ ტაროს არკანები? გაფრთხილება, მოფრთხილება, რას გაუფრთხილდეთ, მოუფრთხილდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას შესადამე. ასე. ჩემს მენელებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც არ ხართ სიახლის საქმის კურსში, მე უკვე გამოვაცხადე და გვერდის მთავარ ინფორმაციადაც მიდევს, რომ პირადი კონსულტაციები მაქსიმალურად შემცირდება. მე ყოველდღიურ რეჟიმში ამ მიმართულებით აღარ ვიმუშავებ. რაც შეეხება მთელ ჩემს ეზოთერიულ, მაგიურ და პრაქტიკულ სამუშაოს და დროს ვუძღვნი ჩემს ეზოთერიულ დახურულ ჯგუფს მზის კარი. 3 წლის არის ჯგუფი, 1100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ამ დახურულ ჯგუფში და ამ ჯგუფმა უკვე შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის რეალობა და კიდევ ბევრი ადამიანის რეალობას შეცვლის ჩვენ მაგიური ანბანიდან დაწყებული დამთავრებული მაგიური პრაქტიკებით, პოდკასტებით, საჯარო გაშლებით, ყოველდღიური დღის არკანები და კიდევ ბევრი სხვა მრავალი, ასევე წელიწადის ბორბლის 8 დღესასწაულთან სინქრონი, მისტერია, ჩატარებული სხვადასხვა საჯარო რიტუალურ პრაქტიკები, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებას, ჩვენს ფინანსებს, ჯანმრთელობას, თვითშეფასებას. ძალიან ბევრს მუშაობთ ამ მიმართულებით და ჩემთვის უდიდესი ბედნიერება არის, როდესაც ვკითხულობ პოსტებს, თქვათ, მატერიალური ამბავია, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა, როგორ იძენენ ადამიანები სანუკვარ სახლებს, სანუკვარ მანქანებს, სანუკვარ სამსახურს და მე შემიძლია ვთქვა გულწრფელად, რომ ასეთი ადამიანები ჩემს ჯგუფში ძალიან ბევრია. გარკვეული ადამიანები მოძრაობის და ვთქვათ რითმის აღების პროცესში არიან, გარკვეული ადამიანები უკვე იღებენ და მიიღეს სასურველი შედეგები და ახლა უფრო
მეტ და მეტ ჰორიზონტებს ცდებიან საკუთარი სურვილებითა და შესაძლებლობებით. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ენერგია და დრო მაქვს დათმობილი დახურული ჯგუფისთვის. ეს არის ერთი დიდი ოჯახი. მე მას ოჯახს ვუწოდებ. იმიტომ რომ ჩემი მეორე ოჯახი არის ნამდვილად. თითოეული ადამიანი იქ ჩემი ოჯახის წევრია. და თითოეული ადამიანის გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა. ამიტომ მე პოსტშიც დავწერე და ახლაც ვიტყვი, ხომ? ერთია პროგნოზი მიიღოთ, გადაიხადოთ გარკვეული თანხა და ამავე თანხად მთელი ერთი წელი იყოთ დახურულ ჯგუფში, იმიტომ რომ თვიური საფასური დახურული ჯგუფისა შეადგენს სიმბოლურ 25 ლარს. ხო? აქ ვიგებთ პროგნოზს, მაგრამ რა თქმა უნდა პროგნოზის გაგება არ გმართ თუ ადამიანმა საკუთარი რეალობის შეცვლა არ დაიწყო. და იქ მე მზა ილუზიებს არავის არ ვაძლევ ნამდვილად, იქ მე გასაღებებს უფრო მეტად ვაძლევ ადამიანებს, ასე ვიტყოდი, რომლებიც ყველასთვის ინდივიდუალურია, ყველა თავის კარებს არგებს, რა თქმა უნდა, ეს არის ცოდნა, ერთად ვაგროვებთ გამოცდილებას და უკვე მე ვიღებთ სასურველ შედეგებს, ხო? მზა ამულეტებით, მზა გაგწმინდა ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი ზღაპრებით ჩემთან დახურულ ჯგუფში მუშაობა არ ხდება. ზღაპრებს იმიტომ ვეძახი, რომ პირდაპირ გეტყვით, კარგად შეფუთული მარკეტინგია, როდესაც ადამიანებს მარტივი რაღაცეებით ცხოვრების შეცვლას პირდებიან. ეს ასე არ არის. იმისთვის, რომ შენი ყოფიერება და ცხოვრება შეცვალო, ამისთვის შრომა და ყოველდღიური განვითარება არის საჭირო. ეს არის ჩემი მიდგომა ადამიანებთან მუშაობის ნაწილში. კეთილი. ასეთი ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა. მოდით ვნახოთ ჩვენი კვირის მთავარი ენერგია, რას წარმოადგენს. რვიანების პენტაკლები. რვიანების პენტაკლები ძალიან კარგი არკანია. კვირის განმავლობაში ეს არის ის, რომ მიღებული გაქვთ უკვე გარკვეული ფინანსური ენერგია, ფინანსური რესურსი, რომელიც საკუთარი შრომით, საკუთარი ჩადებული ენერგიით მიიღეთ. სხვადასხვა შეიძლება ფინანსებს არ ეხებოდეს მხოლოდ და ეს შეიძლება ეხებოდეს უბრალოდ შედეგს, რომელიც ნამდვილად თქვენი მიღწეულია, თქვენი ნაშრომია, თქვენი დიდი ენერგია არის ჩადებული და ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ აი კვირის ენერგია რვიანების პენტაკლებში მტრიალებს, რა თქმა უნდა და კვირა ისედაც ასეთი იქნება, ხო? შრომა, მოლაპარაკებები, საუბრები, ვთქვათ, შრომისგან მიღებული შედეგი ხო, რომლითაც ნამდვილად კმაყოფილი იქნებით, მაგრამ ასევე აქ ვხედავთ ადამიანს, რომელიც უკვე რაღაც გარკვეული ბაზა აქვს, ხო, თავისი შრომის, შედეგის მიღებულის და კიდევ რაღაცა ახალს ფიქრობს, ახალს კითხულობს, ახლის გაგება უნდა და ამ ახლის უკვე კიდევ ერთი წიგნი უნდა რომ დაიმატოს, რომ კიდევ უფრო მეტად მაღალზე შემოჩნდეს, ხო, როგორც იტყვიან. ეს იცით რას ნიშნავს, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი შემოქმედებითი ენერგია, ფინანსური ენერგია და შედეგები კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ, კიდევ უფრო მეტად სტაბილური გახადოთ და კიდევ უფრო მეტად გააფართოვოთ თქვენი შესაძლებლობები, ხო, რომ უკვე მერე ცხრიანების პენტაკლების გემო გაიგოთ, ხო, როგორც ასეთი, ხო, ანუ მერე უკვე დატკბეთ მიღებული შედეგით. თქვენ ახლაც ტკბებით თქვენი მიღებული შედეგით ამ ერთი კვირის განმავლობაში, უბრალოდ მაჩვენებს, რომ კიდევ და კიდევ ამატებთ გარკვეულ ასე ვთქვათ, დამატებით ენერგიას და პოტენციალს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავოთ საკუთარი პოტენციალი და საკუთარი შედეგი, ხო? ამიტომ რვიანების პენტაკლები საკმაოდ ცოტა რუტინულია, მაგრამ სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის შრომა, რომელიც უკვე გზაშია ძალიან მაგარი და ძალიან კარგი შედეგის მოსატანად თქვენს რეალობაში, ასე რომ შრომობთ მეგობრებო, შრომის გარეშე კაცი არ ვარგა, ხომ ასე? მე მგონი არასწორად თქვი, მაგრამ იდეა ასე იკითხება. კეთილი, ხა ვნახოთ ფინანსები როგორი იქნება. აი, ნახეთ, ფინანსები არის სამიანების ხმლები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შრომიანი კვირა იქნება, ხო? ერთი კვირის განმავლობაში ფინანსებში ცოტა იმედგაცრუებულები ვიქნებით, ხო? ანუ, ნახეთ, აქვე რა თქმა უნდა არის გაფრთხილება, რომ გაუფრთხილდით ფინანსებს, ხო? რაღაცა საეჭვო პირამიდებში, სისტემებში და
მაშინ ჩაერთვებით, ხომ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ასეთი სისტემები მხოლოდ მუშაობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც დეფიციტი აქვთ, რა თქმა უნდა, ფინანსების, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც დეფიციტი არ აქვს, არასოდეს ესეთ რაღაცაში არ გადაწყვიტავს, რომ შეიხედოს. და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დეფიციტი და პლუს ამისა ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ვთქვათ, რა ვიცი, სისტემა მოატყუონ, სამყარო მოატყუონ, ხო? და რაღაცის ნაცვლად მარტივი ფული მიიღონ. ხო, მე ხარ ვიცი ეს სისტემა როგორ მუშაობს, ხო, სწორად გამიგეთ, თქვენზე და ვინმეზე არ მაქვს კონკრეტულად საუბარი, ხო? და კარგად ვიცით, რომ ეხლა ეს ილუზიები იმსხრევა და ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ყველაფრის მსხვერპლი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ხდება ხოლმე სტატუსები, რომ აი ჩვენ სხვები კი ილუზიაში არიან, გაგდებთ და გატყობთ, მაგრამ ჩვენ ნამდვილები ვართ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხომ? ასეთი სისტემები, პირამიდები, საეჭვო მექანიზმები, ხო? არასოდეს არ მუშაობს. ეს კაზინოს თემა არის, ხო? ეს მოგაგებინებენ რაღაცა პერიოდი და მერე უცებ ბრახ და მიხვდებით, რომ 10 იმდენი დაკარგეთ რა. ამიტომ ეს უბრალოდ თემას მოვაყოლე, იმიტომ რომ საკმაოდ მადაღებული თემა არის, ხო? ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გავფრთხილდეთ საკუთარ ფინანსებს. ისედაც მაღალი რისკია იმედ გაცრუების, მაღალი რისკია რაღაცაში გადავიხადოთ ფული და სასურველი შედეგი არ მივიღოთ. მაღალი რისკია იმის, რომ რაღაცა ვთქვათ, საქმე დავიწყოთ და მთლად ისე არ წავიდეს, როგორც ჩვენ გვინდა და მიუხედავად იმისა, რომ შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, ხო? ანუ უფრო მეტად ახალ რაღაცეებში მაინც და მაინც გაიხარჯებით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? შეიძლება იყიდოთ ტექნიკა, ან ვიღაცას ფული ასესხოთ, ან ვიღაცა გესესხოთ, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა და გაგიცრუდეთ რაღაცაში იმედი. რაღაცა შეიძინოთ და არ გამოგადგეთ, ხო? აი, მაქსიმალურად განსაკუთრებით დიდი დანახარჯებისგან თავი შევიკავოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ხო, რაიმე თაღლითობა არ იყოს, ტყუილი არ იყოს, ხო, რაღაცები ლამაზად არ ჟღერდეს და მე როცა ერთი დიდი ილუზია არ აღმოჩნდეს. ხო, ამიტომ რაც თქვენთვის ძალიან ნაცნობია, რაც თქვენთვის ფინანსების მომტანია და რაც უკვე თქვენთვის გარკვეული ენერგია გაქვთ ჩადებული და თქვენთვის უკვე მოსინჯული ნიადაგია, აი იმაზე იმუშავეთ, ხომ? და მაქსიმალურად გაუფრთხილდით რაღაცა დიდ დანახარჯებს, იმიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან დიდი იმედი გაგიცროთ, გააჩნია ხა თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა, სადაც ფინანსური ჩართულობა გახდა აუცილებელი, ხო, თქვენი მხრიდან. ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ მე ჩემი მხრიდან შემიძლია გაგაფრთხილოთ იქ სადაც შეიძლება რომ თავი აგარიდებინოთ გარკვეულ ვთქვათ სირთულებს. ხო, ჯანმრთელობაზე რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში? ათიანების პენტაკლები ჯანმრთელობის ნაწილში ყველაფერი კარგად არის, არაფერს არ დავამატებ, გარდა იმისა, რომ აი კარგი იქნება რომ ვარჯიშები რაღაც ნახეთ იოგას როგორ შემომჯდარე, ხო, წყვილი ვარჯიშობს იოგაში და ცუგოა თუ კატა, რაღაც ისე ყავს ავტორს დახატული, ცოტა რთული ამის გაგება, ხო? აი ჯანმრთელობის ნაწილში კარგი იქნება რომ თქვათ აი ფინანსებში და ჯანმრთელობაში ახოთ პარტნიორული ურთიერთობები რას იზამს, უბრალოდ სამუშაო პოტენციალი შედეგებისკენ სწრაფვა და ჯანმრთელობის გაფრთხილება, ხო? მსუბუქი აერობიკა, მსუბუქი რაღაც იოგას ვარჯიშები, რაღაცა რუტინა შეგიძლიათ შემოიტანოთ, ხო? მაგალითად, დღეში ფეხით გაიაროთ რამოდენიმე ნაბიჯი, ხო? ან რა ვიცი, უამრავი ვარჯიშებია YouTube არხზე ჩართოთ და კარგად ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ენერგია მჟავდება, შეიძლება ასე ითქვას, თუ ის არ მოძრაობს და მე იწყება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები უკვე ფიზიკურ დონეზე. ჯანმრთელობის ნაწილში გეუბნები, რომ ყველაფერი კარგად არის და გაქვთ ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ელემენტარული დღეში 10-15 წუთიანი, რა ვიცი, აერობიკა გააკეთოთ, ნებისმიერ ასაკობრივი ვიდეო შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენი წელსაც არ უნდა იყოთ, აი დატვირთვაც შესაბამისი იყოს და რატომაც არა, ჯანმრთელობის ყველაფერი რიგზე არინეროა. ხა პარტნიორული ურთიერთობები ვნახოთ. პარტნიორული ურთიერთობები და ამოვიდა პენტაკლების რაინდი. პენტაკლების რაინდი პარტნიორულ ურთიერთობებში ყავთ პარტნიორი, არ ყავთ პარტნიორი, საკმაოდ ესეთი სტაბილური ამბავია, ხო? არ ყავთ პარტნიორი, თქვენ ხართ ესე კი პენტაკლების რაინდი, რომელიც ყოველ შემთხვევაში
მაქსიმალურად არის დაკავებული საკუთარი თავით, საკუთარი სურვილებით, საკუთარი პოტენციალის, ფინანსური პოტენციალი, პენტაკლია მაინც საბოლოო ჯამში და მისი მთავარია ეს სტაბილურობის ამბავია, ხო, მთავარი მიმართულება და თუ ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, ანუ რა შემიძლია გითხრათ, ხო, პარტნიორულ ურთიერთობებშიც ესეთი სტაბილური 7-1 კვირა იქნება, როდესაც ადამიანები შეიძლება ერთობლივად შრომობდნენ, ერთად აკეთებდნენ რაღაცას, ერთად მილტოდნენ გარკვეული სურვილებისკენ, ხო, და მაგრამ უფრო მეტად აი არა რომანტიკაზე იმდენად არ არის აქ აქცენტი, ხო, რამდენადაც ნახეთ, აი როგორი ყმაწვილია, მოღეღილი კიმანოსავით რაღაცა მწვია და ყანაში არის, აგერ მუშაობს, ოფლი მოზდის, ხვდებით, ხო? შეიძლება ეს რაღაცა ერთობლივი პროექტი იყოს, ან ერთობლივად იყოთ რაღაცაში ჩართული, ხო, თქვენ და თქვენი პარტნიორი, ან უბრალოდ თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელიც ხა ესე უფრო შრომაში როგორი პენტაკლური ენერგიებია ნახეთ, ერთადერთი ფინანსებზე ამოვიდა სამიანების ხმები და დანარჩენი რვიანების პენტაკლები, 10-იანების პენტაკლები, პენტაკლების რაინდი. ხვდებით ხო? აი ერთადერთი რაც არ მომწონს არის აი ფინანსების ამბავი, სადაც შეიძლება ხო, გაუფრთხილდით მაქსიმალურად, გაუფრთხილდით და გაფრთხილება რა არის? ფორტუნას ბორბალი გახლავთ, გაფრთხილება, ჩემო ძვირფასებო. ფორტუნას ბორბალი როგორც გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ მოვატრიარე არკანი, იმიტომ რომ ცოტა სექსუალური ფორტუნას ბორბალი ყავს. გაფრთხილება არის ისეთი, რომ ცვლილებები არის დაწყებული და გაფრთხილება არის ესეთი, რომ ფორტუნას ბორბალი ასევე წელიწადის ბორბალს აღნიშნავს, ხო, ხა ლუგნასადი გქონდა, ლუგნასადის დღესასწაული 1 აგვისტოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა რაც დავთესეთ, იმას ვიმკით, ხო, ლუგნასადის მისტერიაც ამაში მდგომარეობს, ხო, მოსავალი, დიდი მოსავალი დადგა 1 აგვისტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი პირველი წელიწადის პირველ ნახევარში რაც დავთესეთ, ლუგნასადის დღეს ჩვენ ეს მოვიმკეთ, ხო, და გაფრთხილება არის ზუსტად ის, რომ ეხლა ყველანაირი პრობლემა რაც ამოყოფს თავს, ხო, და რა თქმა უნდა ასევე დადებითი მოვლენები, ყველაფერი ეს არის თქვენი ნათესის, ასე ვთქვათ, შედეგი. აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? ფორტუნას ბორბალი ასევე კიდევ შემიძლია წავიკითხო შემდეგნაირად, რომ რაღაცეები თქვენს რეალობაში ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. განსაკუთრებით რას ეხება ეს ყველაფერი, მაინც კიდევ ერთი არკანით. რას გვაფრთხილებს ფორტუნას ბორბალი? აი პენტაკლების ტუზია, წარმოგიდგენთ პენტაკლები, სუ პენტაკლებია ერთი სამიანების ხმლებმა ცოტა გაგვიფუჭა ამბავი, ხო, არა უშავს. ნახეთ და არკანი სამართლიანობა გვაქვს დასტის ბოლოს, რაც ასევე მიღება გაცემის და მიზეზშედეგობრიობის ამბავია, ხო? პენტაკლების ტუზი და ფორტუნას ბორბალი თქვენ გეუბნებიან, რომ მიუხედავად აი რაღაცა პატარა იმედგაცრუებებისა, ხო? გაფრთხილება არის ის, რომ ბევრი საინტერესო ახალი შანსები გამოჩნდება თქვენს რეალობაში, ახალი შანსები როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, ხო? ნებისმიერი ტუზი ეს არის ყოველთვის საწყისი ეტაპი, საჩუქარი სამყაროსი, რასაც ესე იგი რასაც აუცილებლად სჭირდება თქვენი მხრიდან შემჩნევა პირველ რიგში, მე ამ შანსის აღება, ხო? იმიტომ რომ დამიჯერეთ ადამიანები ხშირად უშვებენ ხოლმე იმ შანსებს, რომლებიც ეძლევათ და მე ბრაზობენ, რა ვიცი, სამყაროზე, ადამიანებს ეს რა ვიცი, ყოფილ პარტნიორებზე, რომ აი ეს მე მქონდა და თუ ადამიანები რაღაცებს არ ვხედავთ, ან არ უფრთხილდებით, არ ვკვებავთ, არ ვაძლევთ ენერგიას, ხო? სადღაც ისიც დაიღლება და დამთავრდება, ხო? ამიტომ შანსებს დანახვა და გაფრთხილება სჭირდება და ზუსტად ამაზე გვესაუბრება ფორტუნას ბორბალი, რომ გაუფრთხილდით სამყაროსგან ბოძებულ ახალ შანსებს. გაუფრთხილდით, მიუხედავად იმისა, რომ აქ გეუბნებიან, რომ ფრთხილად თან აი სამიანების პენტაკლებია, რომ იქით არ გაფლანგო ფული, მაგრამ თან გეუბნებიან, რომ შანსებიც არის. მოკლედ, აი მოდით სამიანების პენტაკლებში, აი რას ეხება ფინანსებში, კიდევ ერთი არკანით დავაზუსტებ, ფინანსურ ნაწილში. რამ შეიძლება მოიტანოს სამიანების ხმლები. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ქონების გაყოფა, ესეთი საკითხები, ხო? ქაღალდებს, დოკუმენტებს რაც ეხება, შეიძლება ეს ამბავი იყოს, ხო? რაღაცა
რაღაცა სირთულე იყოს ან რაღაცა გაჭიანურდეს ისე არ გამოვიდეს როგორც თქვენ გინდოდათ ხო რაღაცები ჭიანურდება მიხვდით ხო მაგრამ არკანის ამჟარო ამბობს იმას რომ ჭიანურდება საკმაოდ კარმულად მოდი ასე ვთქვათ ხო იმიტომ ჭიანურდება რომ ეს ასე არის საჭირო როგორ საინტერესოა ხო ეს ასე არის საჭირო ჯერ რაღაცა პროცესები ან არ დამთავრებულა ან ჯერ ადრეა ან ჯერ ბევრი მიზეზებია ხო და გეუბნებია რომ ჯერ კიდევ ჯერ კიდევ რაღაცები არ მომწიფებულა თქვენში იმისთვის რომ რაღაცა სათანადო შედეგი მიიღოთ ხო სხვა შეიძლება კონფლიქტი იყოს სამსახურში თანამშრომლებთან ადამიანებთან ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს მაგრამ იცოდეთ რომ იქნება საკმაოდ საბედისწერო ხო ეს ყველაფერი მაგრამ კიდევ განმეორდები მიუხედავად რაღაცა საბედისწერო კონფლიქტისა იმედგაცრუებისა ფინანსებში თუ გაუგებრობისა ძალიან ბევრი კარგი ახალი შანსები და გზები გეხსნებათ რომელიც კარგი იქნება თუ იქნება გამოყენებული და იმედია ფინანსებში ახლა ეს ოხერტიალი პირამიდა არ დავინახე, რასაც ახლა ეს ძალიან ბევრი ვისაუბრე. მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილები ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს თქვენთან იყო, არის და იქნება